ასური, სწავლანი, სიტყვა ანტიქრისტეზე, ნაწილი მე-7. იმ შებილწულისა და შეგინებულის მოსვლის დროს წმინდანები თუ სადმე აღმოჩნდებიან, ცრემლის ნაკადულებს დაღვრიან ყოვლადწმინდა ღმერთის წინაშე, რათა ურჩხულისაგან გამოიხსნას ისინი. სასწრაფოდ გაიხიზნებიან, უდაბურ ადგილებს მიაშურებენ, მთებსა და გამოქვაბულებს შეაფარებენ თავს, მიწასა და ნაცარს დაიყრიან თავზე და უდიდესი სიმდაბლით სავსენი დღე და ღამ აღავლენენ ლოცვებს. წმინდა ღმერთისგან მიეცემათ ეს, მისი მადლი წარუძღვება მათ და გაიყვანენ განსაზღვრულ ადგილებში. შეაფარებენ რა თავს ნაპრალებსა და გამოქვაბულებს, ისინი მხეცის ნიშნებსა და საშინელებებს არ იხილავენ და გადარჩებიან. ცოდნი ადვილად შეიცნობს ანტიქრისტეს მოსვლას, ხოლო ვისი გონებაც ამ ცხოვრებისეულ საქმეებსა და ზრახვებს შეუპყრია და ვისაც ეს სოფელი უყვარს, მისთვის ეს ცხადი არ იქნება, რადგან ნიადაგ სოფლის საზრუნავით შებოჭილმა კაცმა კიდეც რომ გაიგოს ანტიქრისტეს მოსვლის შესახებ, არ დაიჯერებს და იმ ადამიანთან ურთიერთობასაც კი ითაკილებს, ვინც ამას ეტყვის. წმინდანები კი მტკიცედ დადგებიან, რადგან უგულებელს ყოფენ ყოველგვარ ზრუნვას ამ ცხოვრებას. მაშინ ატირდება მთელი ზღვა და ხმელეთი, ჰაერი ატირდება, ველური მხეცები და ცისფრინველებიც მათთან ერთად დაიწყებენ გოდებას. წუხარებაში ჩაეფლობიან მთები, ბორცვები და ხეების ველებს. ცის მნათობებიც იგლოვებენ კაცთა მოდგმას, რადგანაც ყველა განუდგება წმინდა ღმერთს და ტყუილ სირწმუნებად. მიიღებს რა თავის თავზე ბილწისა და ღვთისმბრძოლის ბეჭედს მაცხოვრის ცხოველს ყოფილი ჯვრის ნაცვლად. მაშინ იგოდებენ სადა მიწა, რადგან ადამიანის პირი ფსალმუნებასა და ლოცვას აღარ წარმოსთქვამს. დიდი გლოვა იქნება ქრისტეს ყველა ეკლესიაში, რადგანაც აღარ სადაღესულება ღვთისმსახურება და მსხვერპ შეწირვა. იმ უწმინდურების ძალაუფლება და ბოროტის მოქმედება 3.5 წელიწადს გასტანს. ამის შემდეგ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყველა განსაცდელი აღსრულდება, ბოლოს და ბოლოს, როგორც ითქვა, ზეციდან უფალი მოვა გაცისკროვნებული მსგავსათელვის, მოვა ყოვლადწმინდა და საშინელი ღმერთი აღუწერელი, შეუმსგავსებელი დიდებით გაბრწყინებული. უფლის დიდებას წინ წარუძღვებიან გუნდები ცეცხლოვანი ანგელოზებისა და მთავარანგელოზებისა, ქერუბიმები, თვალები ქვევიტკენო დაუხრია და სერაფიმები, ცეცხლოვანი ფრთებით რომ იფარავენ სახესა და ფეხებს, ძრწოლით მხმობელნი, ადექით, მიცვალებულებო, აი სიძე მოდის. საფლავები გაიხსნება, თვალის დახამხამებაში ყველა ადამიანი გაიღვიძებს სიკვდილის ძილისგან და სიძის წმინდა მშვენიერებას იხილავს. ანგელოზებისა და მთავარანგელოზების დასები, ათასეულები და 10,000-ეულები ზეცის ურიცხვი მხედრობა დიდი სიხარულით გაიხარებს. გამხიარულდებიან წმინდანები, მართლები და ყველა, ვინც გველისა და უღმერთოდ ბეჭედი არ მიიღო. ანგელოზები მტარვალს შეკრავენ ყველა დემონთან ერთად, ასევე ყველას, ვინც მისი ბეჭედი მიიღო. ყველა უღმერთოს შებოჭილს მიიყვანენ სამსჯავროზე და ისინი სამარადისოდ დაისჯებიან დაუშრეტელ ცეცხლში. ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს არ მიიღებს, ის სიძესთან და ყველა წმინდანთან ერთად იხარებს ზეცის საუკუნო სასუფეველში. ამინ.